აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით, ბოლო 4 თვეში კი 8.3%-ით გაიზარდა. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს, მათი მონაცემებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო სადაზღვეო საქმიანობები. კლების ტენდენცია კი გამოიკვეთა მშენებლობის და სამთო-მომპოვებითი მრეწველობის სექტორებში. 2026 წლის წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 16%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია 3%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა 6200-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. 10.3%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადახდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14.980 ლარი შეადგინა. საქართველოს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა სხვა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და ზოგადად საქართველოს მიმზიდველია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულს, რა თქმა უნდა, განაპირობებს ის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საქართველოს თავრობას გააჩნია, ის ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად საფინანსო სექტორის სიჯანსაღე. ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რაც საქართველოს ეკონომიკაში ბოლო 5 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, გაგრძელდება როგორც 2026 წელს, ასევე მომდევნო წლებში.